მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით. შუამავლის სამწლიანი ფარული ქადაგება. სურა მუდდესირის ზეგარდმოვლენის შემდეგ მექას პერიოდი დაიწყო. ეს იყო 610 წელს. შუამავალ მუჰამმედზე სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამზე დაკისრებული შუამავლობის ვალდებულება აც გარდასულ შუამავლების ვალდებულებას არ ჰგავდა. შუამავალი მუსა, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან, რომელიც ეგვიპტეში იყო დაბადებული, მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით იყო ვალდებული. უზენაესის ბრძანება შეესრულებინა და ეს ვალდებულება ებრაელი ხალხის ტირანისგან გათავისუფლებას გულისხმობდა. შუამავალ მუსას ებრაელები პალესტინაში უნდა წაეყვანა. შუამავალი ისა პალესტინის ტერიტორიაზე დაიბადა და მისი მოვალეობაც პალესტინის ტერიტორიაზე ფარული ქადაგება იყო. ხოლო შუამავალი მუჰამმედი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამი სამყაროს წყალობად მოვლენილი იყო. მისი მოვალეობა მხოლოდ არაბების გადარჩენა და მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება კი არა, არამედ მთელი კაცობრიობის გადარჩენა და მთელი კაცობრიობისთვის ბედნიერებისკენ მიმავალი გზის ჩვენება იყო. გამომდინარე აქედან, შუამავალ მუჰამმედს უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა და უფრო დიდი ჯაფის გაწევა უწევდა. სწორედ ამ მიზეზით იყო, რომ მექას პერიოდის პირველი 3 წელი შუამავალი მუჰამმედი ფარულად ქადაგებდა და უზენაესი ალლაჰის სიტყვას ფარულად ავრცელებდა. შუამავალმა მუჰამმედმა თავდაპირველად ქადაგება ახლო მეგობრებთან და ნათესავებთან დაიწყო. როდესაც ალლაჰის შუამავალ სურა მუდდესირი მოევლინა, ის მაშინვე ფეხზე წამოდგა და აჩქარება შეეწყო. რატომ ადექიო? კითხა მეუღლემ. მან უპასუხა, რომ მოსვენებისა და უმოქმედობის დრო დასრულდა. ახალი გზავნილის თანახმად ალლაჰის შუამავალს ევალებოდა ადამიანებისთვის ჭეშმარიტი რწმენა ექადაგა. თავისი დარდი მან მეუღლეს გაუმხილა, რაზეც ამ დიდსულოვანმა ქალბატონმა უპასუხა, რომ ის დაუჯერებდა და ყოველთვის მხარს დაუჭერდა. ძვირფასმა ჰატიჯემ, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან, უთხრა: შუამავალო, მომიწოდე მე ჭეშმარიტი გზისკენ და მე დაგიდასტურებ ამას. ეს იყო ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა, რასაც ალლაჰის შუამავლისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ცნობილია ისლამის ისტორიაში, ალლაჰის შუამავლის პირველი მიმდევარი მისივე მეუღლე, ძვირფასი ჰატიჯე, ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი გახდა. ამასთან ალლაჰის შუამავალთან ერთად პირველი ლოცვა სწორედ მან შეასრულა. ძვირფას ჰატიჯეს შემდეგ ისლამი ალლაჰის შუამავლის ყველაზე ერთგულმა მეგობრებმა, ებუ ბექირმა, ბიძაშვილმა ალიმ და ზეიდმა აღიარეს. ეს უკანასკნელი კი გათავისუფლებული მონა იყო. მოგვიანებით ძვირფას ებუ ბექირის მცდელობის შედეგად მუსლიმებს კიდევ 5 მექელი შეუერთდა. შესაბამისად, იმ დროს მუსლიმთა საერთო რაოდენობა 9 ადამიანს შეადგენდა. იბნი ისჰაყის გადმოცემით, ძვირფას ჰატიჯეს შემდეგ გამუსლიმებული 8 მართლმორწმუნე იყო: ალი, ზეიდი, ებუ ბექირი, ოსმანი, ზუბეირი, აბდურაჰმანი, საიდი და ტალჰა. ღვთიური გზავნილის მოვლინებისთანავე ალლაჰის შუამავალმა ყველაფერი ძვირფას ჰატიჯეს გაუმხილა და მანაც ისლამი აღიარა. ამიტომ პირველ მუსლიმად ძვირფასი ჰატიჯე ითვლება. აქვე ყველა სწავლული თანხმდება იმაზე, რომ პირველი ქალი მუსლიმი ჰატიჯე იყო, კაცი ებუ ბექირი, ბავშვი ალი და გათავისუფლებულ მონათაგან ზეიდი. პირველი 8 მუსლიმი. ებუ ბექირი, ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან, ყურეიშის ტომის თეიმის განშტოების წარმომადგენელი იყო. მას ყურეიშელთა შორის საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ის ყველას უყვარდა და მისი ყველა სჯეროდა. მამამისს ოსმანი ერქვა, ხოლო დედას უმმულ ჰაირი. ის ალლაჰის შუამავალზე 2 წლით უმცროსი იყო. ალლაჰის შუამავლის გარდაცვალების შემდეგ მან 2 წელი იცოცხლა და შესაბამისად ისიც 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოდნა და ავტორიტეტი საკმაოდ ჰქონდა. უმეცრების ხანაში სისხლიანი კონფლიქტების მოგვარებისას ებუ ბექირს იძახებდნენ და მოსამართლის მოვალეობას აკისრებდნენ. მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ყველა ემორჩილებოდა. ის მოღვაწეობდა სავაჭრო სფეროში, რის გამოც საკმაოდ მდიდარი გახლდათ. ალლაჰის შუამავალს სწორედ ამ სავაჭრო ურთიერთობაში დაუმეგობრდა.
რადგან ისიც სავაჭრო საქმიანობით იყო დაკავებული. იბნი საადის გადმოცემით, ებუ ბექირი ისლამის მიღების დროს 40,000 დირჰემის ქონებას ფლობდა. მან ამ ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ ისლამის გზაზე დახარჯა. მის მიერ დაკეთებულ სიკეთედაგან განსაკუთრებით დაუვიწყარია ის ფაქტი, რომ მან ურწმუნოთა მიერ დევნილი და წამების ქვეშ მყოფი 7 მონა გამოისყიდა და გაათავისუფლა. ბუხარის მიხედვით, მან წარმართებისგან რამდენიმეჯერ ალლაჰის შრომავალიც კი იხსნა. ის გონიერი ადამიანი იყო, ამიტომ კერპებს თაყვანს არასდროს არ სცემდა. ებუ ბექირის ნამდვილი სახელი აბდულლაჰი იყო. ეს სახელი მას ალლაჰის შრომავალმა შეარქვა, თუმცა ის მუსლიმთა შორის ცნობილი იყო როგორც ებუ ბექირი, ამიტომ მისი სახელი აბდულლაჰი თანდათან დავიწყებას მიეცა. ებუ ბექირი უკიდურესად ერთგული ადამიანი იყო. ალლაჰის შრომავლის მიმართ მის ერთგულებას კი საზღვარი არ ჰქონდა. მან როგორც კი გაიგონა მირაჯის ამბავი, მაშინვე აღიარა და ალლაჰის შრომავლის სასწაულს დაენთახმა. ამის გამო მას სიდდიყი ეწოდა. მოგვიანებით მისი ქალიშვილი ძვირფასი აიშე ალლაჰი კმაყოფილი იყოს მისგან შრომავალზე დაქორწინდა და ამგვარად მას და ალლაჰის შრომავალს შორის ნათესაობა დამყარდა. გარდა ამისა, ისლამის გავრცელების საქმეში ის იმდენად ეხმარებოდა ალლაჰის შრომავალს, რომ მისი მცდელობა ადამიანის ძალებს აღემატებოდა. ებუ ბექირი ყურანზე იყო შეყვარებული. ის მას ძალიან ლამაზად კითხულობდა და კითხვისას ხშირად ტიროდა კიდეც. მას თითქმის ყველა აიათის მნიშვნელობის გაგება შეეძლო, თუმცა თუ რომელიმე მათგანს ვერ გაიგებდა, იმ წამსვე ალლაჰის შრომავალს ეკითხებოდა. დიდი ჰიჯრის დროს ის ალლაჰის შრომავალს თან ახლდა და მექადან მედინაში მასთან ერთად გადასახლდა. მედინას პერიოდში, მაშინ როცა მუსლიმებს წარმართების წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა, გადაწყვეტილების მიღებისას ალლაჰის შრომავალი მარჯვნივ ძვირფას ებუ ბექირს დაისვავდა, მარცხნივ ძვირფას ომერს და პირველად მათ მოსაზრებას ითვალისწინებდა. ებუ ბექირი შრომავლის მეგობერთაგან ყველაზე განსწავლული და გამჭრიახი იყო. როდესაც მუსლიმთათვის ჰაჯი სავალდებულოდ დადგინდა, ალლაჰის შრომავალმა ძვირფასი ებუ ბექირი ჰაჯის წინამძღოლად დანიშნა და მედინადან მექაში გაგზავნა. ასევე, როდესაც ალლაჰის შრომავალი ავად გახდა და მლოცველთა წინამძღოლობა არ შეეძლო, ამ ვალდებულებას ძვირფას ებუ ბექირს აკისრებდა. ალლაჰის შრომავლის გარდაცვალებისას მედინელმა პირმოთნეებმა 1000 გვარი ჭორები დათესეს, ხოლო ძვირფასმა ებუ ბექირმა შეინარჩუნა სიმშვიდე, ალლაჰის შრომავლის ოთახში შევიდა, მიცვალებულს სახეზე გადაფარებული ქსოვილი გადახადა და თვალცრემლიანმა შუბლზე აკოცა. ამის შემდეგ მეჩეთში წავიდა და ხუთბა წაიკითხა. ძვირფასმა ებუ ბექირმა ხალხს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვით მიმართა. ხალხო, თუ თქვენ შორის არის ვინმე, ვინც მუჰამედს ეთაყვანებოდა, იცოდეს რომ ის გარდაიცვალა, ხოლო თუ თქვენ ღმერთს ეთაყვანდებით, იცოდეთ რომ ის უკვდავია. იმავე დღეს, როცა ხალიფას არჩევა ხდებოდა, მედინელი ადგილობრივების ინიციატივები ძალიან საშიში მიმართულებით განვითარდა, რაც ისევ და ისევ ძვირფასმა ებუ ბექირმა გაანეიტრალა და ისლამის დაყოფას წინ აღუდგა. სწორედ ძვირფასი ებუ ბექირი გახდა პირველი ხალიფა. სწორედ ის იყო პირველ 8 მუსლიმთაგან ერთ-ერთი და ასევე ის იყო იმ ბედნიერთა სიაში, რომელთა შესახებაც სიცოცხლეშივე გახდა ცნობილი, რომ სამოთხეში დამკვიდრდებოდნენ. მისი ხალიფობის პირველივე დღეებიდან არაბეთის ნახევარკუნძული მღელვარებამ მოიცვა. სხვადასხვა ადგილას თვითმარქვია შრომავლები გამოვიდნენ და ხალხის დაბნევა დაიწყეს. იყო სახიფათო აჯანყებები, თუმცა ძვირფასმა ებუ ბექირმა საკმარისი გამჭრიახობა და გამბედაობა გამოავლინა საიმისოდ, რომ ყველა ეს საფრთხე მოგვარებულიყო. ალლაჰის შრომავლის სიკვდილის შემდეგ ისლამის წინააღმდეგ ამხედრებული ყველა ჯგუფი ელვის სისწრაფით განეიტრალდა და ისლამის ერთიანობა ისევ შენარჩუნდა. გარდა ამისა, ძვირფასმა ებუ ბექირმა ყურანის გვერდები ერთად შეკრიბა და პატივი ხვდაწილად ყურანის ერთ წიგნად შემკრების სტატუსი ეტარებინა.
ახლად შექმნილი სახელმწიფოს უმაღლეს კანონად ყურანი დადგინდა და სამართალწარმოება ყურანის მიხედვით ხდებოდა. ძვირფასი ებუ ბექირი იყო სამართლიანი და გამჭრიახი მმართველი. მას ადამიანებზე დახმარება უდიდეს სიამოვნებას ჰგვარიდა. ძვირფასი ებუ ბექირი უკიდურესად სადად და უბრალოდ ცხოვრობდა. ის მხოლოდ სახელმწიფო ხაზინიდან გამოყოფილი ჯამაგირით ცხოვრობდა და სიკვდილის შემდეგ ქონება საერთოდ არ დარჩენია. ძვირფასი ებუ ბექირი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა ლოცვის შესრულებას და მუდმივად ყურანს კითხულობდა. ჰადისის წიგნებში მის მიერ გადმოცემული 152-მდე ჰადისს ითვლიან. ის ალლაჰის შუამავლის გვერდით დაკრძალეს.